გიღირს ახლა შვილების დატოვება და წასვლა სამუშაო. თავიდან ხო ეჩვევი ამ ურთიერთობასთან ცხოვრებას დედას, შვილს და მე არის უკვე უფრო ცუდი პერიოდი. ერთი მეორეს აქებ და მეორე პირველს. იქ რას ეჩვევით? კარგ ცხოვრებას თუ ცუდ ცხოვრებას? აი რო გცივა უკვე და გათბობა რო არ გაქვს და საჭმელი რო არ გაქვს, აი ეგეთი დონის გაჭირვება გამოვიარეთ ჩვენ. აი რა მთავარი ოცნებები გქონდათ, რაც შეასრულეთ? 30 წლის ასაკში უფრო მეტყობოდა ასაკი ვიდრე მე ახლა. კარგი ცხოვრება ვის არ უხდება. უცებ გეფეთება სახეში, ნაცნობის სახე და რაღაცა იცვლება მთლიანად ორგანიზმში. რა არის მერე? რა ხდება? აი მაგაზე გიფიქრია? სახლი რო არ მქონდეს, ბინა რო არ მქონდეს და შვილებიც იქეთ ყავის. რაღაცა მძევალივით არის ეს სახლი აქ შვილები, არ ვიცი, კარგი გაგებით ოღონდ ეს, რომ იცი რომ შენ სახლში უნდა დაბრუნდე. ისე არ დავიღუპე იმ კუთხით, სადაც მე ვფიქრობ დავიღუპებოდი. ასეთი მოიგუშა და მოხვალ ხვალ უკვე ვენატრები. და კაი ქართული არის ის იქაც. არ უთარგუნო სალომე, არ დავღუპო. რა წლებიც დავკარგი ამათთან ყოფნის. მინდა რომ ისავინას ყავრო ახლა. და არასდროს არაფერი არ შემიცვლის ალბათ იმ მონატრებას რაც გამივლია.